პოლონეთში ვცხოვრობ უკვე დაახლოებით 9 წელია და ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ჩემი მეუღლე, რომელიც გავიცანი სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს. პირველად პოლონეთს ვესტუმრე როგორც ტურისტი, მხოლოდ 4 დღით, მაგრამ ეს 4 დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ შემენიშნა ის წესრიგი, გამართული ინფრასტრუქტურა და ბედნიერი სახეები ქუჩაში. განსაკუთრებით ვიყავი აღფრთოვანებული პენსიონერების აქტიური ცხოვრების სტილით, ჯანსაღი ცხოვრების სტილით. მოხუცი ბებიები და ბაბუები ყოველდღიურად დარბოდნენ, ველოსიპედებით მოძრაობდნენ. ეს იყო ჩემთვის უცხო და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო სანახავი. ასევე ადაპტირებული გარემო, რომელიც არის მორგებული აბსოლუტურად ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე. ეს ადამიანები აბსოლუტურად დამოუკიდებლად გადაადგილდებოდნენ ტრანსპორტში, ქუჩაში, რადგან სივრცეები არის მორგებული მათ საჭიროებებს. ძალიან თვალშისაცემი იყო მწვანე საფარი, ვარშავა არის საკმაოდ მწვანე ქალაქი, არის უამრავი პარკი და იგრძნობა მოქალაქეების დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ. ეკოლოგიაზე ზრუნვა იწყება ძალიან პატარა ასაკიდან, ბაღის, სკოლის ბავშვებს ასწავლიან ეკოლოგიის ბუნების მიმართ პატივისცემას და ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სანახავი. პირველი სირთულეები, რასაც წავაწყდი პოლონეთში, ბუნებრივია დაკავშირებული იყო ენასთან, ენის არცოდნასთან და ვერ ვზნობდი თავს ისე დამოუკიდებლად და ფუნქციურად. შესაბამისად, მალევე დავიწყე ამაზე ზრუნვა, მალევე დავიწყე პოლონური ენის სწავლა, რაც დამეხმარა იმაში, რომ თავი მეგრძნო სრულფასოვან საზოგადოების წევრად და უფრო მეტად ვინტეგრირდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ არ არსებობდა მასალები ქართულ პოლონურ ენოვანი და დამოუკიდებლად მიწევდა ამ ყველაფრის მოძიება. ამასთანავე ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემი პოლონური ოჯახის წევრებისგან. ისინი მამარაგებდნენ სხვადასხვა საჭირო მასალებით და შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად შევისწავლე პოლონური ენა. რაც შემდეგ უკვე ვაქციე ჩემს პროფესიად და ჩემს საყვარელ საქმიანობად. შეიძლება ითქვას, რომ ის რაც მიმაჩნდა ჩემს ყველაზე დიდ სისუსტედ, დღეს უკვე არის ჩემი წარმატების წყარო. წარმატებულად ვთვლი თავს, იმიტომ რომ ის საქმიანობა, რასაც ვეწევი, არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი და მეორეს მხრივ სასარგებლო სხვა ადამიანებისთვისაც. პოლონეთში ვეწევი რამდენიმე საქმიანობას და მათგან ყველა დაკავშირებული არის პოლონურ ენასთან. ამჟამად მაქვს პოლონური ენის კურსები. ვასწავლი როგორც სალაპარაკო ენის სწავლის მსურველებს, ასევე მაქვს საგამოცდო ჯგუფები. საკმაოდ ბევრი ადამიანი არის, ვისაც აქვს სურს გამოცდის ჩაბარება ბერ დონეზე, რაც მერე ეხმარება კარტა რეზიდენტის აღებაში, ასევე მოქალაქეობის მიღებაში. მაქვს ასევე ვიდეო კურსები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სარგებელი არის ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ უყურონ ნებისმიერ დროს, მაშინ სასურველ დროს, რადგან ვიცით, რომ პოლონეთში ძალიან დაკავებული გრაფიკი აქვს, შესაბამისად ეს კურსი აკმაყოფილებს ძალიან ბევრი მოსწავლის მოთხოვნას. ვიდეო კურსის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს ეგზავნებათ უკვე წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილი და სასურველ დროს და ადგილზე შეუძლიათ ამ გაკვეთილის ნახვა. უკავშირით, როგორც ვიცი, საკმაოდ ეფექტური არის ეს მეთოდი და ამართლებს. ასევე თანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქაც ეს საქმიანობაც დაკავშირებული არის პოლონურ ენასთან, როგორც თარჯიმანი. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ემიგრანტებს სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. ასევე მუშაობ საჯარო სკოლაში, როგორც კულტურათშორისი ასისტენტი, რაც გულისხმობს ერთგვარი მედიატორის როლს სკოლა, ბავშვი, მშობელს შორის. ჩემი როლია, რომ ქართველ ბავშვებს დავახმარო პოლონურ სკოლაში, პოლონურ გარემოში ადაპტირებაში და ასევე სკოლას გაუმარტივდეს კომუნიკაცია როგორც მშობელთან, ასევე ბავშვთან. თავისთავად ის ფაქტი, რომ არსებობს ასეთი პოზიცია, კულტურათშორისი ასისტენტი, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს სკოლა, არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ უცხოელ ბავშვებზეც. გარდა ამ პოზიციისა, ასევე სკოლაში არის დამატებითი პოლონური ენის საათები, ასე რომ ემიგრანტ ბავშვებს ეძლევათ საშუალება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაძლიონ ენასთან დაკავშირებული სირთულეები. რომ შევადაროთ, ქართული და პოლონური სკოლები ერთმანეთს არის სამწუხაროდ ძალიან დიდი განსხვავება. პოლონური სკოლები არის
ძალიან რესურსული, დაწყებული ინფრასტრუქტურით, ასევე ადამიანური რესურსებით დამთავრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ არის სკოლაში უამრავი სპეციალისტი, ბავშვის საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომა. თითოეული ბავშვის საჭიროება არის გათვალისწინებული და ეს, რა თქმა უნდა, აისახება შემდეგ ბავშვის განათლების ხარისხზე და როგორც ასეთი სწორ მოქალაქედ ჩამოყალიბების საკითხს. ემიგრანტებს ზოგჯერ აქვთ ხოლმე იმის შიში, რომ ეს საზოგადოება, პოლონური საზოგადოება არ მიიჩნევს სრულფასოვნად წევრად და ძალიან ხშირად ეს გამომდინარეობს ხოლმე ზუსტად ენობრივი ბარიერის გამო და ჩვენ თავად ვიქნით ხოლმე ამ ბარიერებს. ასე რომ ვთვლი, რომ ენის ცოდნა არის ის გასაღები, რაც დაეხმარება ემიგრანტებს დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმაში, ინტეგრაციაში, რაც მერე ბუნებრივია აგრძნობინებს თავს საზოგადოების სრულფასოვნად წევრად. პოლონური ენა ჩემთვის არის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ეს მე დამეხმარა უფრო მეტი თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ასე რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს პოლონეთში ცხოვრებას და გეგმავს კიდე სამომავლოდაც, რჩევა იქნება, რომ პირველ რიგში დაიწყონ ენის სწავლით, რაც დაეხმარებათ დამოუკიდებლად ამ ქვეყანაში, ნაბიჯების გადადგმაში, იქნება ეს ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება, სამედიცინო სფერო, თუ სხვა მრავალი. ყველაზე დიდი სირთულე, რაც არის ხოლმე ენის სწავლის პროცესში და რასაც აღნიშნავენ მოსწავლეები, არის ის, რომ არ აქვთ პრაქტიკა და ურთიერთობა უშუალოდ პოლონელებთან. ჩემი აზრით, უნდა ეძებდნენ პირიქით ასეთ სიტუაციებს და არ უნდა ეშინოდეთ და არ უნდა გაურბოდნენ პოლონელებთან ურთიერთობას. ეს არის პირველი წყარო, საიდანაც ბუნებრივად შეიძლება ენის სწავლა. ენა შეიძლება ვისწავლოთ ყველგან. მასწავლებლის გარეშეც დამოუკიდებლადაც. მთავარი არის ნებისყოფა და რაც ყველაზე მთავარია, ყურადღება. დავუკვირდეთ იმას, რაც გვესმის, ქუჩაში იქნება ეს თუ სხვადასხვა დაწესებულებებში, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი რომ გქონდეს პოლონურ ენასთან.